სამართლომ სამართლიანობის ტესტი ვერ ჩააბარა და ეს იყო მიკერძოებული გადაწყვეტილება. ასეთია პირველი შეფასება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ადვოკატის, მას შემდეგ რაც 3 საათიანი სხდომა დასრულდა. მოსამართლე კალიჩენკომ დღეს დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივია იყო რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმეს არ დაერთო. დაცვის მხარეს გამოკითხული ყავდა 4 მოწმე და ამ 4 მოწმიდან რამდენიმე იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგულაძის ურთიერთობაზე, რომლებიც ყვებოდნენ, რომ ამ ორ ადამიანს შორის არ იყო არანაირი დაპირისპირება და კიდევ ერთი ჩვენება უკვე დედ ჰასანის შვილიშვილის, კანონიერი ქურდის შვილიშვილის, ირაკლი უსოიანის, რომელიც ამბობდა, რომ მის ოჯახს ახლა არანაირი შეხება კრიმინალურ სამყაროსთან არ აქვს და ბაბუის დანაბარების თანახმად არც იძიებენ იმ საქმეს, თუ რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა დედ ჰასანი. სწორედ ეს იყო ჩვენების შინაარსი, რომელიც გუშინდელ სხდომაზე გაშღერდა ნაწილობრივ უკვე დღევანდელ სასამართლო პროცესს, თუმცა არც ერთი აღნიშნული მოწმე არ იქნება მოწმეთა სიაში, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით გაზიარებული იქნა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კანონის გვერდის ავლით ჩატარდა, ამიტომ ისინი საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო. ფარცხალაძის ადვოკატები აპირებენ, რომ მოსამართლე კალიჩენკოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, თუმცა ამბობენ, რომ წინასწარ იციან, ეს იქნება გასაჩივრებისთვის და რეალურად არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ სამართლიანობის ტესტი სასამართლომ ვერ ჩააბარა, თუ შეიძლება უფრო სწორი იქნება არ ჩააბარა, ვინაიდან მივიღეთ ის მოცემულობა, რომ მან დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნაწილი მტკიცებულებების საუბარია მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია როგორც უზენაესი კანონი, კონსტიტუცია, ასევე დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესები. ვიხილეთ სასამართლოს მხრიდან გარკვეულწილად საქმის ფაქტობრივად დასაწყისში არსებითად მიკერძოებული გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ გასაჩივრებისთვის, იმიტომ რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვიცმევთ კილის ქალამნებს იმისათვის, რომ მართლა სამართლიანობა დავადასტუროთ. თავად სასამართლო უნდა ყოფილიყო ობიექტურობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით დაინტერესებული, ერთის მხრივ, როგორც ირაკლი უსოიანის დაკითხვით, ვინაიდან თქვენ წლების განმავლობაში გესმოდათ, რომ თურმე ეს იყო ადამიანი, რომელიც არის შემკვეთი. და ასევე თავად სასამართლო და ბრალდების მხარე უნდა ყოფილიყო დაინტერესებული იმ ინფორმაციით, რომლის მიწოდება დაცვის მხარე აპირებდა და მომავალშიც აპირებს სასამართლოსი. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ნამდვილად არსებობს საქმის არსებითი განხილვის გადაცემის საფუძველი, რომ ბრალდებულ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ და არსებით განხილვის ეტაპზე დადგება გამომტყუნებელი განაჩენი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ კრძალავს უცხოქვეყნის ტერიტორიაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვებას და ამას შესაბამისი პროცედურები ჭირდება. დაცვის მხარეს არ ქონდა ეს პროცედურები დაცული, ამიტომ არსებითი დარღვევით მიიჩნია ამ მტკიცებულების მოპოვება და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ არ დაიცვა ის წესები, რაც დარეგულირებული არა მარტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებით და აქედან გამომდინარე ცნო დაუშვებლად ეს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე დღეს სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი სასამართლო პროცესიდან უკვე ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. შემდგომი თარიღი არის 25 აგვისტო და სწორედ ამ დღეს მხარეები ისევ შეიკრიბებიან და უკვე არსებითად დაიწყებენ აღნიშნული საქმის განხილვას. ამ საქმეზე ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს სახელმწიფო ბრალდება ედავება ლევან ჯანგულაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელიც იქნა ჩადენილი ანგარებით და ამ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე პირი, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრები უკვე არიან პასუხისგებაში მიცემული.